კოლცენტრების საქმეზე ბრალდებულ ქრონიკა პლუსის დამფუძნებელს ელისო კილაძეს, ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს, ბიზნესმენ ძმებ მიქაძეებსა და სხვა ბრალდებულებს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო პროცესი, რომელიც 19 თებერვალს გაიმართა, პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის შუამდგომლობის შემდეგ მალევე დაიხურა. პროკურორის არგუმენტი იყო, რომ მოწმების გამოკითხვით ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების ბრალეულობის საკითხი იკვეთება და ჩვენების გამჟღავნებით მათ და ოჯახის წევრებს შესაძლოა საფრთხე შეექმნათ. დაცვის მხარე ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი იყო. გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ბრალდებულების ადვოკატებსაც, რის გამოც ისინი საქმის დეტალებზე საჯაროდ ვერ ისაუბრებენ. სანამ სხდომა დაიხურებოდა, ელისო კილაძემ თქვა, რომ მისი დაკავება მამუკა მდინარაძეს უკავშირდება. ჟურნალისტი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ის არც საპროცესო გარიგებაზეა თანახმა. პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით 10 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ 18 თებერვალს განაცხადა. ამავე დღეს სპეცდანიშნულების რაზმმა ჟურნალისტი ელისო კილაძე საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დილით დაახლოებით 10 საათზე დააკავა. პროკურატურა კილაძეს ფარცხალაძე მიქაძეების ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრად მოიხსენიებს. უწყება ამბობს, რომ კოლცენტრის საქმიანობის გამოაშკარავების ან ასეთი რისკის არსებობის შემთხვევაში სათანადო ინფორმაციის სხვადასხვა მედია პლატფორმაზე გავრცელებით კილაძე დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას უზრუნველყოფდა. რაც შეეხება დანარჩენ ბრალდებულებს, როგორც პროკურატურა ამბობს, გივი ჯიბლაძე, ბენანორი, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე კოლცენტრის გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფდნენ. მათივე ცნობით, გიორგი მიქაძე, დავით მიქაძე, ირაკლი სეხნიაშვილი და მიხეილ ჩოხელი ოთარ ფარცხალაძისა და მისი გავლენების მეშვეობით კოლცენტრის დანაშაულებრივ საქმიანობას მფარველობდნენ. დახურულ კარს მიღმა სასამართლო უკვე აღარ არის სასამართლო. თავისთავად ეს ფაქტი მოწმობს იმაზე, რომ რაც გააჟღერა ბრალდების მხარემ, ეს არის სავალდებულო მოსახლეობისათვის, მაგრამ მისი საპირისპირო არგუმენტები არ უნდა მოისმინოს მოსახლეობამ. ქალბატონმა ელისომ თქვა, რომ გივი ჯიბლაძეს მის მიმართ აქვს პირადი ინტერესი და ეს გამოგონილი იმისთვის არის ყველაფერი, მან აიცილოს პასუხისმგებლობა პირადი და ეს პასუხისმგებლობა გადააკისროს ელისო კილაძეს და ფაქტობრივად ამ მოცემულების წინაშე ვარ ის გარეთ არის თავისუფლებაშია ელისო კილაძე დაჭერილია და თქვენ შეაფასეთ ახლა რატო არის 4 პირი, რომელსაც 9 მილიონი მოპარა უცხოელ მოქალაქეებს და ისინი თავისუფლებაში არიან და ის ვისაც არაფერი არ მიუღია აქედან ეს დაჭერილი. ბრალდება დაუსწრებლად წარადგინათ მიმალავში მყოფ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს და მისი ჯგუფის წევრებს დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს და მიხეილ ჩოხელს. ბრალდების დადგენილება პირადად გაეცნო სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელ ახსულების დაწესებულებაში მოთავსებულ გიორგი მიქაძეს. ბრალდების დადგენილება ასევე წარადგინათ ჯგუფის სხვა წევრებს, გიორგი ჯიბლაძეს, ბენანორს, თორნიკე ჯანელიძეს და გიორგი კამლაძეს, რომლებმაც პროკურატურის თანახმად გამოძიებასთან ითანამშრომლეს, დანაშაული აღიარეს და ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნას ხელი შეუწყეს. ამიტომ პროკურატურა მათთვის წინასწარ პატიმრობას არ ითხოვს. 10-ვე დაკავებულს 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.